Hey, ვინ ხარ? და რას აკეთებ ჩემს ეზოში? Hey, გესმის ჩემი? კარგად ხარ? Hey, რატომ არ ლაპარაკობ? აუ, შენ მე მიკბინე. კარგი, ვიღაც გიზია, გივნეულად მიკბინა, სამალი უნდა წავისვა. გამარჯობა, ამელკა. როგორ ხარ? ნახეთ, რა დამემართა, მე მიკბინეს. საღლმა თუ კატა? ადამიანმა, კარგი. ნამდვილად უცნაურია. ახლა ხელი მტკივა. ახვავე მალემოს მოვიტან. ჰეი, მისმინე, ქალაქში ვირუსია. როგორი ვირუსია? ზომბების ვირუსი. ზომბები არიან ისინი, ვინც ადამიანების ტვინს ჭამენ? კი, ზუსტად. არწმუნებული არ ვარ. ის ბიჭი, ვინც მიკბინა, იმას ჰყავდა. ზომბს? არწმუნებული არ ვარ. კარგი, თუ ზომბი გიკმენს, შენ ზომბი გახდები. ნუ მოусმენ მას, ზომბები მხოლოდ თამაშებსა და ფილმებში არსებობენ. მაგრამ ინტერნეტში წერია, რომ ეს ხომ ხუმრობაა, ხუმრობით მოგატყუეს. კი, მართალი ხარ, ზომბები არ არსებობენ. აი მალამო, მადლობა, იმედი მაქვს რომ ეს დადიხმარება. ნაკმენი მაჩვენე. ვაუ! კარგი, ძლიერად უკმენია. კი, იმედია არაფერი გადმომედო. ზომბი ვირუსი. შეწყვიტე ამელკას შეშინება. რა მოხდება თუ სიმართლეა? ზომბი ვირუსი არ არსებობს. ნაკმენის ადგილას წაისვი და ყველაფერი გაივლის. იმედია მართალი ხარ. აუ, ძალიან მტკივა. მალამო არ მშველის. ყველაფერი უელესდება. ჰეი, ამელკა, ხელი როგორ გაქვს? კარგად. შემიძლია ვნახო? არა, ჯობია არ ვნახო. დარწმუნებული ხარ, რომ ზომბი არ გახდები? არა, რა თქმა უნდა არა. უბრალოდ არ გვიკბინო. კარგი, არ გიკმენთ. ის ზომბების ისტორიებით გაშინებს ისევ? არა, უბრალოდ საუბრობდით. თამაშთან დაკავშირებით, თამაშები დაიცდიან. საშინაო დავალება უნდა გავაკეთოთ. ჯობია, ჩემი ნაკმენი, არ ვისვაჩვენო. სპორტის შემდეგ დავიღალე, დასვენება მჭირდება. საჭმელი, გემრიელი საჭმელი. მოდი ერთად გავაკეთოთ საშინაო დავალება. ძალიან მშია. ამელკა, ადექი. ჰეი, რა გჭირს? მე უცნაური სიზმარი ვნახე. ხედავ, ძალიან მშიერი ჩანხარ. კი, მუცელი მტკივა. წადი, ჭამე და მერე მოდი ჩვენთან. კარგი, მიდი. გადაწერე ისე, რომ მასწავლებელმა ვერ გაიგოს. ვიცი. შენს გამო ორიანის მიღება არ მინდა. ჰეი, ამელკა, კარგად ხარ? კი, სამზარეულოში გავდივარ. რატომ დადიხარ ასე უცნაურად? არ ვიცი, ასე კომფორტულია. ასე დადიან ხოლმე ზომბები. აუ, რისთვის? კარგი, ისევ შენს ზომბებზე ლაპარაკობ. ძალიან მშია. კარგი. ასე რომ ხილი, ბოსტნეული, კბილეული, მე საერთოდ არ მინდა. გემრიელია. ჰეი, ამელკა, რას აკეთებ? მოიცა, შენი ტვინის ჭამა მინდა. რა? ვერ გავიგე ყურებზე ხელი ემფარე. არა, ის ზომბია. დაანებე მას თავი, დაანებე, წადი. ჰეი, რას აკეთებ? ის ზომბია. კარგი, მას შენი შეჭმა უნდოდა. ამელკა, მართალია? კარგი, არ ვიცი. მართალია, დავინახე. მოიცადე, ლეო, ზომბი რომ ყოფილიყო, სულელი იქნებოდა. რატომ? ყველამ იცის, რომ ზომბები სულელები არიან. მათ საკუთარი ტვინი არ აქვს. შესაძლოა ის განსაკუთრებული, ჭკვიანი ზომბია. კარგი, და ზომბები იშლებიან, მაგრამ ამელკა არა. შესაძლოა მართალი ხარ. ჯობია წავიდე, საქმეები მაქვს. მოიცა, სად მიდიხარ ახლა? ლეო მართალია, მე მინდოდა რომ ჯინის ტვინი მეჭამა. მე ზომბად ვიქცევი. ეს ვირუსი უნდა მოვიშორო, სანამ მეგობრები გაიგებენ. ზომბი ვირუსი. როგორ ვუმკურნალოთ? გამარჯობა, ზომბი გახდი და დახმარება გჭირდება? მაშინ მომწერე. არ ვიცი ვინ არის ეს გოგო, მაგრამ იმედი მაქვს დავეხმარება. გამარჯობა. მე მჭირდება დახმარება? ზომბი? ვირუსზე. პასუხი. 5 წუთში გარეთ შემხვდი. შესანიშნავია.
გამარჯობა, ამელკა კარამელკა ხარ? მოიცა, ზომს არ გავხარ. ცოტა ხნის წინ ვიკრინეს. მიდი, ნაკვენი მაჩვენე. კი, კბილების კვალი და ნაიარევი ხელებზე. ანუ ინფიცირებული ხარ. შეგიძლია გამკურნო? არა, წამალი არ მაქვს. მაგრამ შენ თქვი რომ დამეხმარებოდი. კი, შემიძლია დაგეხმარო რომ ზომბი ვითი ცხოვრო. რას ნიშნავს ეს? მეც ზომბი ვარ და სხვა ზომბებს ვეხმარები ამ სამყაროში გადარჩენაში. ზომბის არ გავხარ. როდის დაინფიცირდი ვირუსი? დიდი ხნის წინ. უბრალოდ საკუთარ თავზე ზუნავ. კოსმეტიკა, სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი. არ მეგონა რომ ეს ზომბებისთვის მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანია ფილმის ზომბი ვით თუ არ გინდა რომ იყო. სულელი და სუნიანი? ასეთი ზომბები შემხოდრია. ძვლები გამოწეული აქვთ, ხორცი კი მძიმე. ეს კი უბრალოდ საშინელებაა. ჩემნაირი ბევრია? სამყარო სავსეა ჭკვიანი ზომბებით, რომლებიც შეულებრივ ადამიანებად იქცევიან. აიღე. რა არის ეს? შენი საკვები, ტვინისგან დამზადებული ჟელე. ფუ, არ ვაპირებ ნისჭამას. ზომბი ხარ და უნდა შეჭამო. და თუ არა, მაშინ შენი ტვინი შეჭყვეტს მუშაობას. გინდა იყოს სულელი ზომბი, რომელიც მიწაზე დაცოს ავს? არ მინდა. მაშინ აიღე ჟელე და დაუმატე საკვებს. გემო მოგეწონება? უფასოა? რა თქმა უნდა არა. ჟელეს კილა $10 ღირს. ასეთი ძვირი? მათი მოპოვება ადვილი არ არის. არც კი მინდა ვიცოდე საიდან მოიტანე ისინი. ასევე ფრთხილად იყავი ზომბებზე მონადირეებთან. ისინი არსებობენ? კი, ზომბის თავი იაფიანი არ არის, ასე რომ მიზრუნე მასზე. და თუ ხელებზე ლაქები მაქვს, როგორ მოვიშორო ისინი? მე მაქვს კრემი, რომელიც მათ დამალვაში დაგეხმარება. $20 ღირს. ასეთი ძვირი? შენი ყბა გჭირდება. ამიტომ იყიდე. სახისთვის გამოდგება? არა, სახის კრემი არ მაქვს. კარგი, ავიღებ. შეგიძლია თანხა ჩემს პარატზე გამომიგზავნო. მადლობა. უნდა წავიდე. დანარჩენ ზომბებს უნდა დავეხმარო. მადლობა, ნახვამდის. კარგი. თუ რამეა იცი როგორ მიპოვო. ტონალურ კრემს გამოვიყენებ, რომ ჩემმა მეგობრებმა არ გაიგონ, რომ ზომბი ვარ. ვაუ! იმუშავა. მუცელი მტკივა. უნდა ვჭამო. კარგი, ტოსტი ტვინის ჯემით. ამას რზენია. მაგრამ არა, ძალიან გემრიელია. საჭმელი, გამასინჯერა? არა. აქტობაც არა? მეც მინდა რომ გავსინჯო. ამის ჭამა არ შეიძლება. ამელკა, მე გიზიარებ ხოლმე შენ საჭმელს, მაგრამ ეს საჭმელი განსაკუთრებულია. რა არის ამაში განსაკუთრებული? ნახოთ, არ შემიძლია. არ შევჭამ, ისე მაჩვენე რა. კარგი ხარბო. ახლა მთხოვო ხოლმე ტკბილეული. ბოდიში ჯინი, მაგრამ ტვინი ადამიანებისთვის არ არის. ამელკამ გემრიელობები იყიდა და გაზიარება ჩემთვის არ უნდა. ჰეი, საერთოდ გესმის ჩემი? ზომბებზე ვკითხულობ. ისევ შენს ზომბებზე ლაპარაკობ. ამელკა ზომბია. გამორიცხულია, მომეცი საშუალება წავიკითხო. კარგი. შენი მეგობარი ზომბია, თუ მას? შენი კმენა სურს. კი. ბ. მისი კანი ლაქებით არის დაფარული. კი. გ. ტვინის ჭამა უყვარს. დიახ. მოიცა, ამელკას ახლა ხან ვესაუბრე. მას არანაირი ლაქა არ ჰქონდა. მას შენი ტვინის შეჭმა უნდოდა. ეს სიმართლე არაა, მაგრამ მას საჭმლის გაყოფა არ უნდა. დავამტკიცებ, რომ ამელკა ზომბია. რაჯიუტია. სენდვიჩი ტვინით, რა თქმა უნდა, გემრიელია, მაგრამ დანაყრებული არ ვარ, მეტი უნდა ვიყიდო. და აი მტკიცებულებებიც. ხშია, ახალი პროდუქტები მაქვს. ეს სუპერმარკეტიდან ნაყიდ პროდუქტებს ყავს, კი, მაგრამ ეს ზომბების საჭმელია. აქ არის ტვინით სავსე ფუნთუშა, სისხლიანი კოლა. თვალის კაკლებისგან დამზადებული კამფეტი. ყველაფერი, რაც ზომბებს სჭირდება, გემრიელია. ყველაფერს ავიღებ. კარგი, ეს $100 იქნება. შეგიძლია ფასტაკლება გამიკეთო? მე შენი მუდმივი კლიენტი ვარ. არ ვიცი, ამ საჭმლის მომზადებას დიდი დრო დასჭირდა. სულელი ზომბი გავხდები, მაშინ ვერაფერს ვიყიდი და უფულოდ დარჩები. კარგი, 50%-იანი ფასტაკლება, მაგრამ მხოლოდ ამჯერად. შესანიშნავია, თუ დახმარება დაგჭირდა, აქ ვიქნები.
მოიცა და შენ ვიხარ? მინდა რაღაც ვიყიდო. კარგი, ზომბს არ გავხარ. ზომბი? მე ზომბების საჭმელს ვყიდი და შენ ზომბი არ ხარ. ადამიანებისგან დამზადებული საკვები მაქვს. ანუ ამელკა ზომბია? მისმინე შვილო, გადი აქედან, სანამ ჩემი მოხმარებლები შეგჭამენ. ზომბებზე საუბრო? კი, ან შემიძლია შენგან საჭმელი მოვამზადო. თუნდაც რაიმე გემბრიელი, მაგალითად თვალის ტკბილეული. ო! ხალხს ძალიანად ვიოტეშინია. ამელია, თუ ამდენ შეჭამ, კაში ვეღარ შეეტევი. ვიზრდები და ბევრი საჭმელი მჭირდება. მეც ვიზრდები, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. სხვათა შორის, მოდი ჩემთან დაჯექი. ვარჯიშებს გავაკეთებთ. დღეს უკვე გავაკეთე. კარგი რა, ამელია. მარტო ყოფნა მომბეზრდა. კარგი, დაგეხმარები. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი. კარგი, სულ ესაა, საკმარისია. ახლა წისქვილს გავაკეთებთ. იცი როგორ უნდა გავაკეთოთ წისქვილი? 1, 2, 3, 4, 1, 2, 3, 4. ო, არა. ოღონდ ეს არა. ტუალეტში უნდა შევიდე. 1, 2, კარგი, და ვარჯიშს გავაგრძელებ. 2, 3, 4, 5. დახმარება მჭირდება. სასწრაფოდ. ვაუ, ხედავ, ხელი ჩამოგივარდა. რა უნდა გავაკეთო? არ ინერვიულო. ახლა ისევ მიგაკერავ. სერიოზულად ამბობ? კი, ზომბებისთვის ეს ნორმალურია. ერთხელ თავი ჩამომივარდა. კოშმარია. ნება მომეცი, დაგეხმარო. სულ ესაა, შენი ხელი თავის ადგილას დაბრუნდა. მადლობა. რა მოხდება თუ ისევ ჩამოვარდება? შეგიძლია ჩემი ზომბის წებო იყიდო. 50 დოლარიჟეს. მოიცა. რამდენი? ხელების გარეშე სიარული გინდა? არ მინდა. მაშინ იყიდე. კარგი, ავიღებ. მოვეცი ფული. ჯინი, მე მაქვს მტკიცებულება. რომ ამელკა ზომბია? ნუ მაცინებ. კარგი, თავად ნახე. ეს რა არის? ტვინისგან დამზადებული ჟელე. ამელკამ შეჭამა. ხუმრობ? არა, შეხედე რა არის ამ ჩანთაში. სისხლიანი კოლა. თვალისგან დამზადებული კამფეტი? კი, და ასევე არის ტვინის ფუნთუშა. ეს უცნაურია. ამელკას უნდა დაველაპარაკოთ. აჰა, ისიც აქ არის. ამელია, რა უცნაური პროდუქტებია ჩანთაში? ესენი მე ჰელოუინისთვისაა. მართალია, მაშინვე როგორ ვერ მივხვდი ამას. ის იტყუება. ლეო ისევ აშინებს ყველას თავისი ზომბებით. ზომბები არ არსებობენ. ისინი არსებობენ. შენ ზომბი ხარ. საკვები არ არის დასტური. კარგი, მაშინ გაიზომე ტემპერატურა. რისთვისაა ეს? დიახ, ზომბებს დაბალი ტემპერატურა აქვს. იქნებ არ უნდა გავიზომო? ამელია, უბრალოდ დაამტკიცე რომ ზომბი არ ხარ და ლეო დამშვიდდება. კი, ამელკა დაამტკიცე. კარგი. თერმომეტრი მომეცი. შენი ტემპერატურა 10 გრადუსია? როგორ არის ეს შესაძლებელი? მხოლოდ ზომბებს აქვთ ეს ტემპერატურა. უბრალოდ თერმომეტრია გაფუჭებული. კარგი, ანუ ზომბი ხარ. მოდი კიდევ რამდენიმე ტესტი ჩავატაროთ. ზომბებს სინათლის ეშინიათ. დიახ, მოდი შევამოწმოთ ამელიას რეაქცია სინათლეზე. ვაიმე, გაციეთ! თვალები მკივა. კი, ის ზომბია. ჰეი, რა საკეთე? შენც არ მოგწონს? მოიცა. ანუ შენ ზომბი ხარ? შენ დამაბმავე. თვალებში მინათება ყველასთვის უსიამოვნოა. ეს ტესტი კარგი არ არის. მეც ვიცი, კიდევ ერთი ტესტი. ტკივილის შემოწმება. ეს ტესტი არ მომწონს. ზომბები ტკივილს არ გზნობენ. ახალვე შევამოწმებთ. ეს კბილის ჭხირი ძალიან ბასრია. აუ, ტკივა. ხედავ, თუ ამელკა ზომბია, მაშინ ტკივილს ვერ იგზნობს. ერთი წამი მომეცი. ჰეი, რისთვის? შურისძიებისთვის. მე ნამდვილად არ ვარ ზომბი. შეხედე ამელიას. ტკივა, ხელი ტკივა. ჩემი ხელი. კარგი. ამელკა შეწყვიტე. ხედავთ რომ იტყუები. მე როგორც წესი, კარგი მსახიობი ვარ, მაგრამ ზომბები ცუდი მსახიობები არიან. მაგრამ ეს მართლაც უცნაურია. მოიცა, ხოლო და მის გამო ხომ არ იტყვით რომ ზომბი ვარ? ვიცი რა დაგვეხმარება გაგებაში. გვაჩვენე შენი ნაკბენი.
ჯობია არა. მიდი ამელკა, გვაჩვენე. მე ვთქვი არა. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ. აუ, შენმე მიკბინე. ბოდიში, არ მინდოდა. ჩემი თავი. რა სჭირს მას? ის გადაიქცევა? ზომბა, ესე იგი სიმართლეა? ზომბი ხარ? არი ნერვიულო, ზომბად ყოფნა არც ისე ცუდია. ლეო, გესმის ჩვენი? ეს კოშმარია, ის სრულიად გასულელდა. რატომ არ არის ის ჩემნაირი? მოიცა, იქნებ მას სუსტი იმუნური სისტემა აქვს? მიშველე, ამელია, მომაშორე, ლეო, მოიცადე. ვაუ, როგორც ჩანს ის ბრძანებას უსმენს. ზომბი ლიდერის მსგავსი ხარ? ადექი. დაჯექი. ის სინამდვილეში ჩვენი მეგობარია და არა შინაური ცხოველი. ბოდიში, თავი ვერ შევიკავე. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სამალი. კი, ვიცი, ვინც დაგვეხმარება. წავიდეთ. შენ არსად არ მიდიხარ, საშიში ხარ. ორივე საშიშები ხართ. მე შემიძლია საკუთარი თავის და ლეოს კონტროლი. ლეო, ფუ. ვერ ვიჯერებ რომ მან ჩამკეტა. ვიცი, ვინ დაგვეხმარება? ზომბებთან ვაჭრობა ძალიან მომგებიანია. როგორც ჩანს, ორ ზომბს სახლიდან გაქცევა ჭირდება. მე დავეხმარები. ისე შევალ თითქოს? ექიმი ვარ. გამარჯობა, შენ ვიხარ? მე ექიმი ვარ. ზომბებს ყურნალობ. მოიცა, საინე გაიგე რომ ზომბები გყავს? უბრალოდ დავდივარ და ყველას ვამოწმებ ამ ქუჩაზე. მაშინ შემოდი, ჩვენ ორი ზომბი გყავს აქ. კარგი, არი ისინიც. უბრალოდ ფრთხილად იყავი. შეიძლება გიკვინონ. არი ნერვიულო, ზომბების მართვა შემიძლია. ხედავ, ერთი ზომბი ძალიან ცუდია. მათი განკურნება შეგიძლია, არა? მაგრამ ამისთვის ისინი თავად უნდა წავიყვანო საავადმყოფოში. რა თქმა უნდა, გამომყევით. ლეო, წამოდი. მადლობა დახმარებისთვის. დაგეხმარეთ. ხშირად ვიხმარები ზომბებს გაქცევაში. შენს მეგობარს არ გაუმართლა. მას საერთოდ არ აქვს იმუნიტეტი. შეგიძლია მისი დახმარება? არა, თუ ზომბის სულელი გახდა, მაშინ ეს დათასულია. და თუ დაავადებას განკურნავთ, განკურნება არ არსებობს. იქნებ არსებობს საიმე სახის ლეგენდა. არსებობს ლეგენდა, თუ ადამიანი ზომბს უკმენს, ის ისევ ადამიანად იქცევა. და ჩუმად იყავი? რატომ ვერ მითხარი აქამდე? ეს უბრალოდ ლეგენდაა. უფრო მეტიც, არც ერთი ადამიანი არ დათანხმდება ზომბის კმენას. ჯინი დაგვეხმარება. მე მჯერა მისი. ჰეი, რატომ გადაგასჩინეთ? ამელკა, საავადმყოფოდან გაიხეცი? მოიცა, უნდა ნიკმინო. რას ამბო? თუ ადამიანი ზომბს უკმენს, ის ისევ ადამიანად იქცევა. რა სისულელია ეს? უნდა ვეცადოთ. მიკმინე. არ მინდა. გეუბნები, მიკმინეთ ხო? ისევ ადამიანი ვარ? იმუშავა, გამორიცხულია. შესანიშნავია, ლეოს განკურნება გჭირდება. ჰეი, რატომ ხარ ასე გაბრაზებული? ამელკა, როგორც ჩანს ის აღარ გისმენს. იმიტომ რომ მე ზომბი აღარ ვარ. რა უნდა გავაკეთოთ? კარგი, მას უნდა უკმინო, მაგრამ ის პირველი მე მიკმენს. მაგრამ თუ ორივეს გვიკმენს, მაშინ ყველაფერი დამთავრდება. შლელ ზომბებად გადავიქცევით. როგორც შევიდა ის სახლში, ვერანდის გავლით. ის ისეთი სულელი არ არის, როგორიც გვეკონა. ეს დასასრულია, ამელკა. ნახვამდის ჯინი, შენ კარგი მეგობარი იყავი. შენც, ამელკა.
უფრო სწრაფად. გუკვირდე მას. არა, მე შინია. გავაკეთებ. ახლა მეც ადამიანი ვარ. რატომ კვენ? ის გონსხოვიდა. ჩემი თავი. ზომბი ვიყავი? მაგრამ ჩვენ შევძელით შენი განკურნება. რა მაგარია, ვერ ვიჯერებ რომ ადამიანის ნაკვირმა იმოქმედა. მხოლოდ ერთი ზომბი დარჩა. ნება მომეცი გიკვინა. არა, მინდა რომ ზომბად დავრჩე. სერიოზულად? მე უკვე შევეჩვი ასეთ ცხოვრებას და არ მინდა შეცვლა. და ჩვენ არ შეგვჭამ? არა, არ უნდა გეშინოდეს. მაშინ მადლობა დახმარებისთვის და ნახვამდის. სხვათა შორის, რადგან ზომბი აღარ ხარ, შემიძლია შენს მიერ ნაყიდი პროდუქტები წავიღო? საკვების წაღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია, თუ ფულს დააბრუნებ, მაგრამ რაც შეეხება გადარჩენის ანაზღაურებას, მართალია. ლეო, კინა ამ შეფჭამა. კარგი, ფული დაიტოვე. კარგი, შეერზუმბებს საჭმელს დაურიგებ, სანამ ვინმე შეჭამენ. აი ჩანთა, ვერანდიდან უნდა გახვიდე, რადგან აქ კავი დაკეტილია. კარგი, მადლობა. ნახვამდის. კარგი, ძალიან უცნაური დღე იყო. ეს ნამდვილად ასია. ხანხო, იმედია მოგეწონათ ჩვენი ვიდეო. დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. დააჭირეთ ზარის ხილაკს, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას. 1 2 3 4 5